ქუთაისის მასშტაბით ქალაქის 12 ადმინისტრაციულ ერთეულში მარტივი ტიპის სპორტული მოედნები კეთილმოეწყო. სპორტულ გასართობი ადგილების რეაბილიტაცია ქალაქის ბიუჯეტს 260,000 ლარი დაუჯდა. სარემონტო სამუშაოები შეზღუდული პასუხისგებლობის საზოგადოება თეგიკა უნივერსალმა შეასრულა. მარტივი ტიპის 12 კეთილმოწყობილი მოედანი ქუთაისის მერმა საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდებს საჩუქრად ბურთებიც გადასცეს. 12-დან ერთ-ერთ მოედანზე საცდელად განსხვავებული ტექნოლოგიის ხელოვნური საფარი გაკეთდა. დასრულდა მოედნების კეთილმოწყობით სამუშაოები, 12 მოედანი 260,000-ის ღირებულების პროექტი იყო. ეს ძალიან კარგი პროექტი არის, რადგან უბნებში მნიშვნელოვანია ღია მოედნები არსებობდეს, სადაც კალათბურთს, ფეხბურთს, ფრენბურთს ითამაშებენ ახალგაზრდები, და არა მარტო ახალგაზრდები, რა თქმა უნდა. ჩვენ ამ 12-დან ერთი გავაკეთეთ საცდელად, ხელოვნურ საფარიანი, ოღონდ აბსოლუტურად სხვა ტექნოლოგიით, საერთოდ ქვემოთ არა ისე როგორც ადრე აკეთებდნენ, რომ ფლეშზე პირდაპირ, არამედ ბეტონის საფარი მოუწყვეთ. მიმდინარე წელს მარტივი ტიპის სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროგრამით გაკეთდა 12 სტადიონი. ეს იყო ის სტადიონები, სადაც ძირითადად მასიურად იყო მომართვიანობა მოსახლეობიდან. ქალაქში არის 130-ზე მეტი სტადიონი. ჩვენ ყოველწლიურად ვეცდებით, რომ ეტაპობრივად გავაკეთოთ რეაბილიტაცია ამ სტადიონების. მადლობა მერიას, რომ გავუკეთეს ესეთი კარგი სტადიონი. დიდი ხანია არ გვითამაშია ფეხბურთი და კარგია რომ გავუკეთეთ. კეთილმოწყობილი სპორტული მოედნების შემდგომი მოვლა პატრონობის მიზნით 2016 წლის ბიუჯეტში გარკვეული თანხებია ჩადებული.